რუიანი დაბრუნდა ეთერში კახა გუკავა თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე გია ჯაფარიძე გირჩიდან საღამომშვიდობისა ბატონებო მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის ვიზა ლიბერალიზაციამდე უვიზო მიმოსვლამდე უფრო სწორად პრაქტიკულად ფორმალური რამდენიმე ნაბიჯია დარჩენილი ბატონო გია მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის, მოგესალმებით თქვენს ტელემოყურებელს. გარდა იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები ივლიან ევროპაში, ევროპელობამდე ალბათ დარჩენილი არის ბევრი თემა, რა აკლია საქართველოს იმისთვის, რომ იყოს მსგავსი ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყნების. რა აკლია საქართველოს იმისთვის, რომ გახდეს სრულფასოვანი ევროპა, გვაკლია დრო. ამაში ირდება ალბათ კიდევ ერთი თაობის სვლა, შემდეგი თაობა, ის თაობა, რომელიც დაიბადა თავისუფალ საქართველოში, ის თაობა ნამდვილად იქნება ევროპული, ვისარგებლე შემთხვევით და თქვენ მოგილოცავთ, ჩვენ ვიყავით ბოლოს წინა ეტაპზე ვიზა ლიბერალიზაციის, ეს ეტაპი წარმატებით დასრულდა, ეს იყო ის ეტაპი, რომელიც აბსოლუტურად არ იყო დამოკიდებული ჩვენზე, იყო ეტაპი, რომელიც შეეხებოდა ევროპის კავშირის ინსტიტუტებს შორის კომპეტენციების გამიჯვნას, ამან დაიკავა გარკვეული დრო, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენთვის მოულოდნელად, მე პირადად ამას არ ველოდი უკვე ამ წელს, ყველაფერი ჩვენთვის ძალიან კარგად დამთავრდა, დარჩენილი არის უკვე ბოლო ეტაპი, რომელსაც ძალიან მალე ასევე წარმატებით გავივლით და უკვე ალბათ შემდეგი წლიდან, პირველი თვეებიდან ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ ევროპაში თავისუფლად გადაადგილება 90 დღე 180 დღეში ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას რომ მათ ექნებათ უფლება იქ დარჩნენ ან იმუშაონ მათ ექნებათ იმის საშუალება რომ 90 დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს წავიდნენ მოინახულონ თუნდაც თქვა თავიანთი ნათესავები რომელიც ძალიან ბევრ ჩვენს მოქალაქეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ყავს რადგან ისინი იქ არიან მუშაობენ და ცხოვრობენ და არ ეძლეოდათ ამ ოჯახებს საშუალება ერთმანეთი ენახათ მრავალი წლის განმავლობაში ქართველ ახალგაზრდებს ექნებათ იმის საშუალება რომ თუნდაც ვიკენდი აი მიაფი ფრენებით რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან ჩვენ გვაქვს ევროპის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით წავიდნენ და მოინახულონ ევროპის ქალაქები დააგემოვნონ ევროპული ცხოვრება ნახონ რა არის ნამდვილი ევროპა და არა ის ტყუილები და ალბი რაღაც წარმოდგენები რომელსაც სხვადასხვა ტიპის კასანდრები საქართველოში წლების განმავლობაში ავრცელებდნენ მათ ექნებათ ასევე საშუალება მოინახულონ ის უნივერსიტეტები თუ რომელიმეში მათ სურთ სწავლის გაგრძელება ან თქვათ რაღაც ახალი სპეციალობების დაუფლება მათ შეუძლიათ რომ ეს ყველაფერი თავისი თვალით ნახონ და პირადად დაელაპარაკონ ამ უნივერსიტეტებს ჩვენ გვექნება საშუალება რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება რომ შეადარონ ერთმანეთს რა არის ის სივრცე რომელსაც წარმოადგენს რუსეთი კორუფციის კრიმინალის ნეპოტიზმის უკანონობის უსამართლობის და ასე შემდეგ სივრცე და ნახონ რა არის ევროპული სივრცე სამართლიანობის, სოციალური ბენეფიტების, კანონიერების, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ჩვენ მოგვეცემა ძალიან მალე და ეს გადაწყვეტილება ევროპის კავშირის ეს ჩვენი ნაბიჯები, რომელსაც წლების განმავლობაში ვდგამდი, ჩვენი ძალისხმევა, მთელი ქართველი ხალხის ძალისხმევა, იმ ადამიანების ძალისხმევა, ვინც უშუალოდ იყო ჩართული ამ მოლაპარაკებებში და პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს როლი და ქართველი დიპლომატების როლი, რომლებიც დღესაც მუშაობენ, აი მომენტში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ქართველი დიპლომატები აგრძელებენ ამ საკითხზე მუშაობას, რომ იქნებ შემდეგ კვირას ევროპის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უკვე ჩაჯდეს ჩვენი საკითხი და უკვე შემდეგ კვირას იყოს გადაწყვეტილება მიღებული ჩვენთან დაკავშირებით. ეს არის ახლა ამ ეტაპზე მხოლოდ დარჩენილი ეს არის ყველა ამ ადამიანის ძალისხმევის გამართლება და ამ ადამიანებს ჩვენ რა თქმა უნდა მადლობაც უნდა გადაუხადოთ. ბატონო კახა საღამომშვიდობისა. ბატონო კახასთან გადავიდეთ, მოდით. მე მაინტერესებს თქვენი შეფასება, თქვენი აზრით, აი ამ გადაწყვეტილებას შედეგად სრული პაკეტი მოაქვს თან საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებლის თუ თან მოყვება ამას გარკვეული პრობლემები, როგორ ფიქრობთ თქვენ? მე ვფიქრობ, რომ უვიზო მიმოსვლა არის თავისთავად ცხადია დადებითი მოვლენა. გამომდინარე იქიდანაც რომ უბრალოდ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ევროპაში გადაადგილების საშუალება და ალბათ გარკვეულწილად ეხლა მე არა ვარ ეკონომისტი, მაგრამ ვფიქრობ რომ გარკვეულწილად ეს ეკონომიკური კავშირების განვითარებასაც და გაცხოველებასაც ხელს შეუწყობს. შენიშვნას რაც შეეხება უბრალოდ ერთი ვიტყოდი რომ აი დღეს რაღაც მილოცვები და
შამპანურები გაიხსნა ბევრი, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობას არ უნდა ასე ვთქვათ წინასწარ აი რაც მაპზე დაგვემართა და ვიზა ლიბერალიზაციაც ივლისში იყო დაანონსებული, მე ვფიქრობ თვითონ თემის დისკრედიტაცია არ უნდა მოხდეს, ჯობია ჯერ საქართველოს მოქალაქეებმა მართლაც მიიღონ ეს უვიზო მიმოსვლა, რეალურად მოხდეს ეს და შემდგომ მე ვფიქრობ, რომ უფრო შესაძლებელი იქნება, რომ თვითონ ფართო საზოგადოებამ და მოსახლეობამაც ეს აღიქვას კარგად, ვიდრე ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ ქაღალდზე არსებული პროცესი და როგორ იმოქმედებს ეს ჩვენ არ ვიცით. მეორე რაც თავარი არის, ეხლა ეს მაინც ტექნიკური საკითხია. თქვენ ბატონ გიას კი დაუსვით ეს შეკითხვა, მაგრამ მეც უპასუხებდი, რამდენად გვაახლოვებს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა. მე ვთვლი, რომ ეს საერთოდ არ არის, საერთოდ როგორ არ არის, მაგრამ ეს არის ძალიან ტექნიკური საკითხი და საქართველოს ევროპეიზაციის და ევროინტეგრაციის პროცესში ეს არის არაძირითადი საკითხი. ის ქვეყნები, რომლებიც ასე ვთქვათ, არ გაეკუთვნებოდნენ დასავლეთ ევროპულ ქვეყნებს და რომლებმაც უფრო გვიან შეითვისეს ევროპული ინსტიტუტები, ამ ქვეყნების ევროპეიზაცია, რომ გავიხსენოთ გინდაც ათათურქის რეფორმები, გინდაც უფრო ადრე პეტრე პირველის მიერ დაწყებული რეფორმები, სულ გვიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, უვიზო მიმოსვლა არ არის იქ არც ძირითადი და არც მნიშვნელოვანი საკითხი. ძირითადი არის ევროპული პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტიტუტების დამკვიდრება, ბაზარზე ეკონომიკური თამაშის წესები, სოციალური წესები და საქართველოს ამ რეფორმებს არ ახორციელებს. საერთოდ არ ახორციელებს უკანასკნელი 25 წლის მანძილზე. ჩვენ არაფერი არ გაგვიკეთებია ამ თვალსაზრისით დეკლარაციების გარდა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ საუბრობთ საქართველოს ევროინტეგრაციაზე, ეს პროცესი არის ბევრად უფრო ღრმა, ბევრად უფრო შინაარსიანი და ჩვენ გვჭირდება ისეთი ტიპის კონცეპტუალური რეფორმების გატარება, როგორც აი ჩამოთვალე მე სხვადასხვა ქვეყნებში და სხვადასხვა საუკუნეებში ქვეყნის პირველმა პირებმა დაიწყეს. უვიზო მიმოსვლას კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ თავისთავად ეს არის დადებითი მოვლენა ყველა თვალსაზრისით, მაგრამ ქვეყნის განვითარების და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში არ ფიქრობ, რომ ამას ენიჭება გადაწყვეტილება. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია კონსტიტუციური რეფორმა, სასამართლო რეფორმა, ეკონომიკური რეფორმა, რომელიც საქართველოში არ ტარდება, არც დაწყებულა მე. ბატონ გიას მინდა ვკითხო, დაეთანხმებოდით თუ არა კრიტიკის ამ ნაწილს და ფიქრობთ თუ არა, რომ ეს დიდი ზღვარი არსებობს და ამოსავსებია აუცილებლად, რაც ნიშნავს ინსტიტუციურ განვითარებას ქვეყნისას პირველ რიგში ევროპამდე. მოდით მე იმით დავიწყებ, რაც მე ვერ მოვასწარი რომ მეთქვა და ბატონო კახამ ახსენა და მართებულად ახსენა ეკონომიკური სარგებელი, რომელიც უვიზო რეჟიმსთან ახლავს, წარმოიდგინეთ ქართველი ვთქვათ, მცირე მეწარმეები ან ფერმერები, რომლებსაც სურთ თავიანთი პროდუქტი, თავიანთი წარმოებული, თავიანთი ნაწარმი გაყიდონ ევროპის კავშირის 500 მილიონიან ბაზარზე და შეგახსენოთ რომ ჩვენ უკვე რამდენიმე წელია გვაქვს ევროპის კავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მათ ექნებათ შანსი უვიზოდ ჩავიდნენ, დაელაპარაკონ პოტენციურ მყიდველებს, დაელაპარაკონ პოტენციურ პარტნიორებს, რასაკვირველია საქართველოს მოუტანს ძალიან დიდ ეკონომიკურ სარგებელს და თვითონ ამ მეწარმეებს მოუტანს ძალიან დიდ ეკონომიკურ ბენეფიტებს. წარმოვიდგინოთ, რომ ქუთაისის აეროპორტი, რომელიც დღეს ისედაც დატვირთულია ამ იაფი ფრენებით, ის კიდევ უფრო მეტად დაიტვირთება ქართულ ბაზარზე შემოვლენ კიდევ ახალი ავიაკომპანიები, იმიტომ რომ უკვე მათ ინტერესში იქნება აქ საქართველოში უკვე გაჩნდება მგზავრი, რომელიც ევროპის მიმართულებით იმოგზაურებს. დღეს თუ ვიზა წარმოადგენდა დაბრკოლებას და ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე, მათ შორის მაგალითად სტუდენტები, ხო, ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია თვეში ერთი ვიკენდი გაატაროს რომელიმე ევროპული სახელმწიფოს დედაქალაქში. ამის საშუალება მათ აქვს, შეუძლიათ ერთი თვე იმუშაონ და ამ გზავრობის და იქ ცხოვრების და იქ მოძრაობის თანხას ისინი დააგროვებენ, უკვე ინტერესი ჩნდება ამ ბაზრის მიმართ. რასაკვირველია, ეს არ არის მხოლოდ მცირე და საშუალო მეწარმეები, ეს არ არის მხოლოდ ავიაკომპანიები, ვიზა ლიბერალიზაცია ხსნის კიდევ უფრო დიდ ეკონომიკური აქტივობის კიდევ უფრო მეტ პოტენციალს. ეხლა რაც შეეხება თქვენს კითხვას, რასაკვირველია, ჩვენ უნდა განვავითაროთ სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები, ჩვენ უნდა განვამტკიცოთ და განვავითაროთ დემოკრატია. ამას რეკომენდაციების სახით ისედაც გვეუბნება ევროპის კავშირი. ჩვენ ვართ ამ პროცესში, მაგრამ ცხადია, ეს პროცესი არ არის იმ ტემპის და იმ რიტმის, რომელიც თქვათ პირადად მე მინდა, ან იმ პოლიტიკურ ზალას უნდა, რომელსაც მე წარმოვადგენ.
თქვენ როგორც მოგეხსენებათ გირჩი რაც გაჩნდა იმის შემდეგ ითხოვს სწრაფ რეფორმებს დღესაც იგივე აზრის ვართ იმისათვის რომ ჩვენ დავეწიოთ ევროპული ცხოვრების დონეს ის რეფორმები რომელსაც თუ შეიძლება ამას საერთოდ რეფორმები უწოდოთ ის რეფორმები თუ რეფორმათა პაკეტი რომელიც ცოტა ხნის წინ დაანონსა საქართველოს ხელისუფლებამ რასაკვირველია ეს ამის ხელის შემწყობი არ არის პირიქით ეს უკან წაწევს საქართველოს იმისათვის რომ ჩვენ დავეწიოთ ევროპულ სახელმწიფოებს ჩვენ გვჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება ჩვენ გვჭირდება რადიკალური რეფორმები ჩვენ გვჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ამას ჭირდება ძალიან მამაცი როგორ გითხრათ ძალიან ხშირად არაპოპულარული გადაწყვეტილებები და სამწუხაროდ ის პოლიტიკური ძალები უმეტესობა მათგანი რომელიც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არის წარმოდგენილი არ არიან ამისთვის მზად მათ ურჩევნიათ რაღაც ერთი დეპუტატის მანდატი ან სკამი რაღაცა კონკრეტული პერიოდის განმავლობაში ურჩევნიათ დარჩნენ პოპულარულები დარჩნენ რაღაც პოლიტიკურ ასე ვთქვათ ზედაპირზე და არ გადადგან ის ნაბიჯები რომელიც რასაკვირველია ხშირად იქნება არაპოპულარული და ამან შეიძლება გამოიწვიოს ვთქვათ მათი საერთოდ პოლიტიკური გაქრობა მაგრამ ეს ვიღაცამ უნდა გააკეთოს ამ ქვეყანაში ისევე როგორც ეს გააკეთეს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში ისევე როგორც ეს გააკეთეს ბალტიის ქვეყნებში ბოდიში თუ ბევრს საუბრობთ არა დაგიბრუნდებით უბრალოდ მინდა რომ ბატონ კახასაც მივცეთ შესაძლებლობა სწორედ აი ამ საკითხზე მინდოდა მკითხვის დასმა ბატონ კახა მე მაინტერესებს ასეთი რამ აი ეს დიდი პერსპექტივა რაც თქვათ ამ ვიზების უვიზო მიმოსვლის თემა შეიძლება მოყვეს საქართველოსთვის საჭიროებს ძალიან ორგანიზებულ მთავრობას ძალიან ორგანიზებულ მიდგომას კონკრეტული საკითხების მიმართ იმ თემასაც რაც თქვენ ახსენეთ განსაკუთრებული ორგანიზებულობა ჭირდება პრინციპულობა და ტემპი რაც მთავარია მე მაინტერესებს აი ბოლო პერიოდის ნამუშევარი მთავრობის თქვენ გაძლევთ თუ არა ამის ფიქრის შესაძლებლობას რომ იქ ეს ენერგია არსებობს შეიძლება არა ორგანიზებულობის და აკუმულირებული მაგრამ შეიძლება სადღაც რომელიღაც არა თუ არ არსებობს ნასახი არ არის და მე სწორად მინდა გავიგოთ მე საერთოდ არ მიმაჩნია რომ საქართველოს ან დღევანდელი ან წინამთავრობა ევროინტეგრაციის კურსს ახორციელებდა მათთვის ევროპული 12 ვარსკვლავიანი ცისფერი ლურჯი დროშა არის იგივე რაც იყო ლეინის სურათი რაიკონის დივნის კაბინეტებში ფეხებზე ეკიდა თუ უბრალოდ პროტოკოლი იყო და დღესაც პროტოკოლი არის ევროინტეგრაცია დღევანდელი ხელისუფლებისთვის ორგანიზებულობაზე და ტემპზე უფრო მეტად საჭირო არის 100% დარწმუნებული ლიდერი, აი მე რატომ მოგიყვანეთ პეტრე პირველის ან ნათათურქის ან უფრო გვიანდელი ლიდერებიდან დაუშვათ ლანძბერგისის ან ხაველის მაგალითები და ბევრი შეიძლება კიდე. მათ ესმოდა სიღრმისეულად, ის კი არ აძლევდა იოჰანეს ხანი ან ვიღაცა რეკომენდაციებს და რეზოლუციებს, თვითონ ესმოდა 1000 ფულს ესმოდა რომ თურქეთის გადარჩენა გადიოდა იმაზე, რომ ის უნდა გარდაიქმნა ევროპულ სახელმწიფოდ. პეტრე პირველს ესმოდა რომ ჩამოვიდა იქიდან ინგლისიდან და ჰოლანდიიდან, ნახა რომ რუსეთი თუ უნდოდა რომ ყოფილიყო წარმატებული, უნდა მომხდარიყო მისი ევროპეიზაცია. ნუ ახლა ლანძბერგის და ხაველისთვის ეს უფრო ადვილი ამბავი იყო, მათ ასეთი დიდი დისტანცია დასაფარი არ ჰქონდათ. მე არ მჯერა რომ ან სააკაშვილს, ან შევარდნაძეს, ან ივანიშვილს ჯერათ რომ საქართველოს ჭირდება ევროპეიზაცია. მათთვის უბრალოდ ეს არის ასე ვთქვათ, გალაჩკა, ან ჩეკბოქსი, ხა რო ვთქვათ, რომ უბრალოდ ნუ ეს რაღაცა პროცესი არის და მე არ მჯერა რომ საქართველოში, როდესაც მურუსიძის სასამართლოს ინარჩუნებ, როდესაც 80 თუ 78% აქვს პარლამენტში მართულ პარტიას, როდესაც ეკონომიკას მამაცაშვილები და ჯანყარაშვილები განაგებენ, რომ ამას ყველაფერს გადაწონის უვიზო მიმოსვლა. ამ საკითხებთან შედარებით უვიზო მიმოსვლა არის ტექნიკური დეტალი. თორე ცალკე აღებული მეც ვეთანხმები, რა თქმა უნდა, კარგი არის სტუდენტების სწავლა, ეხა არ ამგონია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობა იძლეოდეს იმ საშუალებას, რომ ამას მასობრივი პროცესი კონდეს, მაგრამ ნუ ვინც სწავლა ამ პროცესი მიდის ახლა მთავრობაში, თქვენ ხედავთ იქ რაღაცა ტიპის უკვე ფორმაციის ნინო, აი ერთიანობას დავამატებ, რა არ ვჯერა, იცი რომ აი ლიდერშიპი, რასაც ქვია, აი მთავრობის პოლიტიკური გუნდი, ხო, აი რომ დარჩებიან საღამოს ხო არის, აი რაღაცა ბრეინშტორმინგი აქვს, რაღაცა პოლიტიკურ სტრატეგიებს განაგებენ, ხო, აი დავუშვათ დარჩნენ ივანიშვილთან საღამოს კალაძე, ქუმსიშვილი, კვირიკაშვილი ვინ არიან. არ მგონია რომ ამაზე ლაპარაკობენ საერთოდ რომ აი როგორ გავხადოთ საქართველოს ევროპული არ ამოუხერხოთ სასამართლოს. მე ესე მგონია, მტკიცებულება კი არა მაქვს, მაგრამ აი შინაგანად ინსტინქტურად ესე მგონია, რომ მსჯელობენ რომ აი დიდი ტენდერი რო ტარდება ეხა იქ ინფრასტრუქტურის სამინისტროში 50 მილიონი ის ვის მისცენ, რომელიღაცა ფოთისპორტის ტერმინალი ვის გადასცენ, აი ეს საკითხები მგონია რომ არის მათი დღის წესრიგში და იმისთვის რომ მოხდეს ქვეყნის ევროპეიზაცია, ხა აზიური ქვეყნის ევროპულად გარდაქმნა, დავეთანხმებ ერთი თაობად შეიძლება საკმარისი არ იყოს, ეს ძალიან
რთული პროცესი არის და ვინც იცის ეს პროცესები რუსეთში და თურქეთში და ჩვენაირ აღმოსავლეთის ქვეყნებში როგორ ხდებოდა, ძალიან კარდინალური რეფორმების შედეგად ხდებოდა და ეს იყო კიდევ ერთხელ გეუბნებით ფანატიკურად ამ საქმის აუცილებლობაში დარწმუნებული ლიდერები და ეხა ვის ხედავთ საქართველოს მთავრობაში ეხა მაგას დამაჯერებთ თქვენ რომ ივანიშვილი და კუმსიშვილი და კვირიკაშვილი ეხა საქართველოს როგორ გახადონ პოლონეთი და ავსტრია ამაზე აბა რაზე ფიქრობენ თქვენ ფიქრობთ ტენდერი არის 1 მილიარდი თუ 2 მილიარდი არის ასათვისებელი საპრივატიზაციო და ტენდერების ფონდი და როგორ გადაანაწილონ ეს 7 ოჯახზე აი ეს არის მათი დღის წესრიგი დარწმუნებული ვარ მათი ამ 4-ეულის თუ 5-ეულის განხილვის საკითხი არის ეს თქვენი განცდა არის და არა დასაბუთებული არა განცდა რა ძალიან ბევრი ფაქტები გამოქვეყნებულა კიდევაც და არ მიეცე ამას ასე ვთქვათ შესაბამისი სვლელობა გვახსოვს ჩვენ აი ბატონ გიას დაუბრუნდეთ თქვენც ასე სკეპტიკურად უყურებთ პროცესს და საქართველოს მთავრობის შემადგენლობას თუნდაც პერსონალურ დონეზე ბატონ გია მე ვერ გეტყვით არ მაქვს ინფორმაცია რა ტენდერებზე საუბრობ არ ვარ ასიახლოს თუმცა მოდი მაშინ ასე დავსვავ კითხვას აი როგორ ფიქრობთ რა პროცესი მიდის საქართველოს მთავრობაში ბოლო პერიოდის ვთქვათ გუშინ დაიბარეს უმრავლესობაში მინისტრების მოადგილეები კეთდება საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები თუნდაც იმ გეგმასთან დაკავშირებით რაც პრემიერმა წარმოადგინა რა პროცესი აქვს ადგილი ასეთ პროცესებს ქართული ოცნების მთავრობაში 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ არჩეულ ხელისუფლებაშიც ჰქონდა ადგილი მაშინაც ხშირად იყო ასეთი შემთხვევები როდესაც რაღაც სულელურ ინიციატივას გამოაგდებენ მაგალითად სავიზო რეჟიმის შემოღება რომ გადაწყვიტეს თუ შემოიღეს მათ შორის ევროპის კავშირის ქვეყნებთან მე მახსოვს რომ მაშინ იუსტიციის მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები განსხვავდებოდა მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის და დღევანდელი პრემიერ-მინისტრის განცხადებებისგან კიდევ ერთი სისულელე რომელიც გააკეთეს მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით მორატორიუმი რომ გამოაცხადეს და აკრძალეს უცხოელებზე მიწის გაყიდვა და ამით ფასი დაუგდეს მიწას მიწის ღირებულება გააკეთეს მაშინ შეიძლება ეს გადაწყვეტილებები უკან წასაღები გახდეს ანუ ასე მიგაჩნიათ რომ შესაძლოა ეს კონკრეტული გადაწყვეტილებები ukან წასაღები გაუქმდეს როგორც სავიზო რეჟიმზე რეგულაციები სავიზო რეგულაციები წაიღეს უკან ასევე მიწაზე არის რასაკვირველია ეს რეგულაციაც უკან წასაღები უცხოელები აღარ შემოდიან და ქართულ მიწას აღარ აქვს ფასი ჩვენ როგორ გვინდა განვითარდეთ როგორ გინდათ აქ ინვესტორი შემოიყვანოთ თუ მას მიწა არ მიყიდეთ რომელ მიწაზე ააშენებს რომელიმე ინვესტორი ქარხანას რომელიც მას არ ეკუთვნის თქვენ ააშენებდით მე არ ავაშენებდი არც ერთი ჭკუატყოფელი ადამიანი რომელსაც ლოგიკური აზროვნება გააჩნია ინვესტიციას არ ჩადებს იმ მიწაზე რომელიც მას არ ეკუთვნის ხო მეორე რომ დაუბრუნდები იმას რომ მაშინაც იყო ასთა სხვადასხვაობა მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი და დღევანდელი პრემიერ-მინისტრი მაშინაც წინააღმდეგი იყო ამ გადაწყვეტილების განსხვავებით თქვათ მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი სხვა წევრებისა ანუ სამთავრობო გუნდში ეს ახალი არ არის თუ თქვათ რაღაცა აზრთა სხვადასხვაობაა და არ ახასიათებ თქვათ ერთი პოზიცია ეს ძალიან ბუნებრივი ამბავია თქვენ გაითვალისწინოთ საქართველოს ჯერ კიდევ აგრძელებს ცხოვრებას არაფორმალური მმართველობის პირობებში აქედან გამომდინარე ეს ბუნებრივია რომ მინისტრთა კაბინეტში შეიძლება არსებობდეს მათ და უნებურად ხშირად განსხვავებული პოზიციები ცოტა ადრეა მე მგონი დღეს არსებული მთავრობის შეფასება ჯერ რამდენიმე კვირა გავიდა რაც ეს მთავრობა დამტკის და მე მგონი დაველოდოთ მოდით მოვლენების განვითარებას ისინი ჯერ კიდევ არიან ასე ვთქვათ ფორმირების და რაღაცნაირად ახალი არჩევნების შემდეგ დამდგარი რეალობის გადახარშვის პროცესში უკანასკნელ ინიციატივებს რაც შეეხება აქამდე რაც გვესმოდა პრემიერ-მინისტრის კვირიკაშვილისგან ეს იყო ის წარმოადგენდა ასე ვთქვათ მემარჯვენე ტიპის პოლიტიკოს და ცოტა უცნაური სიტუაციაც კი ჰქონდა რომ ის იყო ასე ვთქვათ სოციალისტური პარტიის ლიდერი მემარჯვენე პრემიერ-მინისტრი უკანასკნელ ინიციატივებს არანაირი კავშირი არ აქვს მემარჯვენეობასთან საერთოდ არანაირ ლოგიკასთან არ აქვს კავშირი განცხადებიდან ორ დღეში ნახეთ რა დაემართა ლარს თუ ამ ინიციატივების განხორციელება და რომელიც შეეხება რაღაც ონლაინ სესხების აკრძალვას და ასე შემდეგ თუ ამ ინიციატივების საერთოდ განხორციელება დაიწყეს აი მაშინ ვნახოთ რა დაემართება ქართულ ეკონომიკას ეს არის აბსოლუტურად ვთარი ინიციატივები და ისინი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს მადლობა და ბატონ კახასთან მაქვს ბოლო შეკითხვა ბატონ კახა მაინც ხედავთ თუ არა ფლანგებს მთავრობის შიგნით ეს ვერსია უკვე გაჟღერდა მიგაჩნიათ თუ არა რომ შიდა
კარის თამაშები, ასე ვთქვათ, დაწყებული. ფლანგებს ვერ ხედავ. ფლანგი კლასიკური განმარტებით რომ ნახოთ ნებისმიერ ლექსიკონში ან ვიკიპედიაში, ფლანგი არის პოლიტიკური ფლანგი შეიძლება იყოს, რომელსაც იდეოლოგიური რაღაც გარკვეული სხვადასხვაობები აქვს და ძალიან რთულად წარმომიდგენია ეხა კალაძისა და ქუმსიშვილის შორის იდეოლოგიური დისპუტები. ის რაც ხდება მთავრობაში, ამას ეწოდება კლანები. მათი დაპირისპირების საგანი არის კონკრეტული თანამდებობების სად ვინ უნდა ჩასვას თავისი კრეატურა, მათი დაპირისპირების საგანი არის კონკრეტულ ტენდერს ვინ ჩაატარებს, მათი დაპირისპირების საგანი იყო კვოტებს ვინ დააკომპლექტებდა პროპორციულ სიაში, რაიმე იდეური პოლიტიკური დაპირისპირების შესახებ ქართული ოცნების შიგნით რაიმე საკითხზე ვერ შეთანხმდნენ ლიბერალური ან კონსერვატიული პოზიციებიდან გამომდინარე, ამაზე მსჯელობაც კი სასაცილო არის, მით უფრო ნახსენები იქნა მართლაც, რომ გიორგი კვირიკაშვილი იყო ახალი მემარჯვენეების პარტიიდან პირველად როცა პოლიტიკაში მოვიდა, ეხლა არის ახალ მემარცხენეებში, მართლაც სოცინტერნის წევრობაზე აქვს მის პარტიას შეტანილი განაცხადი, აქედან გამომდინარე, მოდით ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, ეს არის კორუმპირებული რეჟიმი, რომელსაც არანაირი იდეოლოგიური ხედვები არ აქვს, არანაირი ფლანგები იქ არ არსებობს, არსებობს კლანები, როგორც ეს იყო შევარდნაძის ხელისუფლებაში, როგორც იყო სააკაშვილის ხელისუფლებაში, ისე დღესაც არის კლანები და არა პოლიტიკური ფლანგები. მადლობა გახა კუკაოს, გია ჯაფარიძეს, რომლებიც მონაწილეობდნენ რვიანში. ჩვენ ერთმანეთს დღეს ამ თამაში